მოგესალმებით, ერთგულო მაყურებლებო, დაგიბრუნდით, ისევ ეთერში ვართ, გადაცემით სპეციალური ეთერი. მე წამყვანი ლალი მაისურაძე გახლავართ და როგორც ყოველთვის ჩვენი სტუმარი, უკვე სტუმარი აღარ. სტუმარი. მუდმივი თანაწამყვანი ბატონი პაატა აბულაძე. მოგესალმებით. გამარჯობათ. ბატონო პაატა, ძალიან ძნელია ჯერ მინდა კარგი ამბით დავიწყოთ რა. მინდა მოგილოცოთ შვილი გავიგე რომ შვილი შეგეძინათ და ჯანმრთელი ბედნიერი გაგეზარდოთ. ძალიან ის არის სასიხარულო ამბავია და ნამდვილად. დიდი მადლობა. ისე სხვათა შორის რომ ეხლა მე ჩემ შვილთან არა ვარ, ეს არის მამუკა დინარაძის დამსახურება. რა ეგა კალაძე გადაეკიდნენ ერთმანეთს და ადგეს და მე მომხსნეს სამსახურიდან. ჩემზე იყარა ჯავრი დინარაძე. აბა თორე ეხლა რატო ეხლა აი ხო წამნა ეხლა ჩემ გულში ხარ ატრიალებს ხო? შვილი შეგეძინა. ეხლა რა უნდა და იქ ჩასვლას ხო? მაგრამ აი ესეც ხდება ცხოვრებაში. დიდი ხანია ეს რაც სამსახურიდან მოხსნეს თქვენ? ნოემბერში. რა არის აი კიდევ ერთმანეთს ხო რომობენ ჩვენ ერთი ბყარი გუდივართ ისე თქვენ გაგიხმათ ეგ. თქვენზე იყარეს შე? ჩემს ადგილზე ვითომ არა და კალადესთან ურთიერთობა როგორ არის წელიწადი გავიდა ორჯერ ნახე. ისეთ გასვენებაში. ეგ ძალიან. წავიდა და მე ვითომ კალადეს ცუდი გავუკეთა რა. ადგე და მე მომხსნეს რა. ამწარა ვითომ. ვითომ პატარა ხალხი რა. კი, როგორც ყოველთვის ხდება. რავი, ცხოვრება წინაა კაცო, რავი, ვინცაც შეხვდებით რომ სულ ეგრე არ იქნება კაცო. როგორც არის. დიდი მადლობა. ლუკა აბულაძე. მოგენ თან ხო, მთელი საქართველოს, მთელი რუსეთი მე უნდა. სასახელო ბიჭი გაგიზარდოთ. დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, გაიზრდება სასახელო ბიჭი. მაგასაც სამხედროს გავხსნი. სულ ყველა სამხედრო. სულ ყველა სამხედრო მყავს. შვილი ის უფროსი ვინც არის, ისაც სუვოროვში ვსწავლობ. ნეტა ისეთ დროში ვიცხოვროთ, რომ საერთოდ ომი არ იყოს და სამხედრო პირი არავინ არ იყოს და იყოს სულ სამშვიდობო პროფესიები, კარგი იქნებოდა. ყველაზე სამშვიდობო, ყველაზე ჰუმანური პროფესიაა სამხედრო. დამიჯერეთ. აი თქვენ ნებისმიერმა პროფესიულმა ადამიანმა, დამლაგებელმა პოლიციელმა, პროკურორმა, პრემიერმა, რავი, აი ნებისმიერმა რომ შვიდად იცხოვროთ, სამხედროზე გადის თქვენი სიმშვიდე. ჩემი სიცოცხლით ფასად გადის. ამას დიდი ჰუმანურობა რა გინდათ? რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ომები არ იქნება და მშვიდობა იქნება, ეს პროფესია აღარ დაგჭირდება. მაგრამ ეს რომ აბსურდია ხო, ვიცით უკვე რომ ამას ვერ მივაღწევთ და ნუ სხვა გზა არ არის. დავიწყოთ. დავიწყოთ გადაცემა და არ შეიძლება რომ არ ვახსენოთ, რომ გარდაიცვალა პატრიარქი. მინდა სამძიმარი ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას და მინდა კიდევ პარალელურად კითხვა დავსვა, რომ პატრიარქიის ავტორიტეტი აწლეულების განმავლობაში ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი იყო და ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ გამწვავდეს შიდა დაპირისპირება. და არჩევნებში, აი ამ შემდეგი არჩევნებში, პატრიარქის არჩევნებში თუ უნდა აღებულობდეს მონაწილეობას მოსახლეობა. აი ეს ორ კითხვას ერთად დაგისვამთ. პირველი მოვსამძიმრებ მთელ საქართველოს, ასევე ულოცავ, რომ ერთი ზეციურ საქართველოში კიდევ ერთი პატრიარქი შეემატა საქართველოს მლოცველი და ჩვენი მომავალი თაობაზე მლოცველი და ასევე მინდა ქრისტიანულ სამყაროს მიუსამძიმრო. საქართველოს მისი უწმინდესობა ილია მეორე არ იყო მარტო საქართველოს პატრიარქი, ის საქრისტიანო საერთოდ მორწმუნე სამყაროს ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო. თუ და ასევე მინდა მადლობა უთხრა ჩვენ მუსლიმ ძმებს, რომ მათ გადადეს, ნახეთ, გადადეს. ზეიმი გადადეს, თავისი ზეიმი გადადეს ჩვენი პატრიარქის და რა ვიცი, ადამიანური მადლობა მათ ამისთვის. ეს ძალიან დიდი რამე ღირს რა. აი ეს არის ჩვენი პატრიარქის ეს. რაც მე ვნახე, მე ვიყავი ზუსტად 6 საათი ვიდექი და რა ვნახე მე იქ. მე იქ ვნახე ტრადიციული სამყარო. მე იქ ვნახე არა ტელევიზიის სამყარო, არამედ ტრადიციული სამყარო, ტრადიციული ქართული ვნახე, ქართული ცივილიზაცია ვნახე.
6 საათის განმავლობაში იქვე ორგანიზებულად ვიღაცა შეიკრიბებოდნენ მამაკაცები თუ ქალბატონები დაიწყებდნენ გალობას. გზაში, აი სალამი გავიდოდით. ვიღაცა იქიდან შემოუძახებდა ღმერთი არც ჩვენთან. აი ესე უყურებდი და პირველად ნახე 34 წლის განმავლობაში ამდენი ქართველი ერთად და ერთმანეთს ესე ეფერებოდნენ. ყველა ერთმანეთის ნათესავი. ბავშვებიანებს ატარებდნენ, მოხუცებულებებს ატარებდნენ. იქიდან ფაჯრებიდან წყალი 24/7 როგორც იტყვიან ხოლმე. თვით ორგანიზებით. ეს სამყარო, რასაც მეუბნები, ეს არის ჩემი სამყარო. ეს არ არის ხელისუფლების სამყარო. უნდა შეეზილა ხელისუფლებას ეგ სამყარო. ქონდა გამოიყენა კიდე ცდელობა ქონდა, უკვე ლალი ცდელობა ქონდა. ძალიან დიდი ცდელობა ქონდა, რომ ეს შეეზილა ეს ყველაფერი, არ გამოვა, რომ ვეუბნები, რომ ვერ მოატყუებ ხალხს. რატო იცი, შენ თუ შიგნით არ ახარ ქართულ ცივილიზაციაში, ქართულ მეხსიერებაში არ ახარ, აი ჩანს რომ იგონებ რა, აი სულ შენი აი თავ გადაკლული მომხრე იყო, აი მაინც ჩანს რომ ნიტუა რა, აი არ გამოგივიდა, მე ციჟოლი არტილერია, მძიმე არტილერიაც ჩართეს, იქ სიტყვებითაც არ გამოვიდა. ხახიძის შვილების კადრები დაიდო რომ არა, პერსონალად არავის არ ვეხები. მე ვეუბნები ხელისუფლებას ერთად აღებულს და იმ სამყაროს, რომელიც მივიდა თავისი ისტორიულად, ეს იყო ისტორიული, აი ისტორიის გაღვიძება იყო რა, აი იმ სამყაროს გაღვიძება იყო, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება აი იმ ხელისუფლებას, მის იდეოლოგიას. ანუ აი ეს ეპშტეინური იდეოლოგიას ჩვენ იქ მივდივართ. ანუ იქ სხვა რამე იყო. იქ იყო ქართული ტრადიციული ისტორიული 1700 წლიანი ქრისტიანულის გამოძახილი. იქ არავის წინააღმდეგი არ იყო. იქ არავის არ უნდა თავის გამოჩენა, რომ აი არა, ვინც ეს დაიწყო, იმდენად ცუდად გამოუვიდათ ლალი, რომ აი ესე მეორედ ახლა სურვილი აღარ მქონდა იქ მისვლის. აი უკვე გადააქციეს ცდელობა ქონდათ, გადაექციათ პოლიტიკურ და მე რაღაცნაირად ვერ გამოუვიდათ ეს ფოკუსი. მე კიდე დიდი საშინელება ჩაიდინეს, ყველაზე დიდი საშინელება, რომ უყურე რუსეთზე არ გადავდივარ, მაგრამ როცა შენ დგეხარ და იქ დგას ბელარუსის საპატრიარქო, იქ დგას რუსეთის საპატრიარქო, იქვე დგას 5 მეტრაში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი. დგეხარ სიას კითხულობ, შენ მამაძაღლო შენა, ყველა ჩამოყარე და გვერდზე გიდგას კაცი, რომლისგანაც დღემდე სული გიდგათ, ამ ქვეყანას დღემდე სული უდგათ, გინდ ეკონომიკურად, გინდ უსაფრთხოებით, ხო? დღემდე სული გიდგათ და იმას არ ასახელებთ, რატო იცი? იქაც კი ეპშტეინიზმი შეიტანეთ ეკლესიაში. პატრონს ხო, ანუ ჩამომიყვანეთ. ეხლა მოდი პირდაპირ თქვა, ვინ არის მსოფლიო პატრიარქი? ბეთლომე დაირქვა. ეს არის თურქეთის სპეცსამსახურების წოდებით კაპიტანი, რომელიც მსახურობდა თურქეთის თავდაცვის სამინისტროში. ეს ის პატრიარქია, მსოფლიო პატრიარქი, რომელმაც ტომასი გააკეთა უკრაინის ეკლესია გახლიჩა შუაში. პლუს ამას მაგის მერე დაიწყო, რომ კიო-პეჩორსკი ლავრეს ყველა სიწმინდეები რაც იყო ბრიტანეთში გადაიტანეს. სანამ ბრიტანეთი მაგას დააბრუნებს, იქამდე არაფერი არ ეთქეს ჩემ ოჯახს პირველ რიგში. ღვთლები დახვრიტეს, ღვთლები სემეს, მეუფეები ციხეში ჩააჯინეს და შექმნეს ახალი რაღაცა. აი ამ სოფლიო პატრიარქზე მაქვს ლაპარაკი რა, აქ ჩამომიყვანეს. და რომელიც მე იმ დროს ჩვენს პატრიარქს აძალებდა პირდაპირ გაგებით, აძალებდა ეღიარებინა ის ტომასი. გაიხსენეთ, ხო არ ვიტყუები, კადრებიც არის, კაცო.
ამ პატრიარქმა თავისი აგენტურული ხელმძღვანელობით ჩართეს ჩვენი აგენტურა, ეს სოდომიტები, აქ რუსთაველზე დაბოდიალობენ და დაიწყო პატრიარქზე ზეწოლა, გაიხსენეთ. აი ეს მსოფლიო წყალებში, მსოფლიო პატრიარქი ჩამომიყვანეს აქა. უფრო მეც გეტყვი, ბოლო მსოფლიო კრებაზე ხუთმა სახელმწიფო უარი განაცხადა იქ მისვლაზე, ამ მსოფლიო კრებაზე, ორმა პროტესტის ნიშნად ადგა და დატოვა მსოფლიო კრება, ამიტომ ეგ ვისი მსოფლიო პატრიარქი მე არ ვიცი. ერთი სიტყვა არ დაასრულა, აი ეს თურქეთში რომ ეკლესია რო გადააკეთა ერდოღანმა, აი სოფია, ერთი სიტყვა არ დაასრულა, ერთი სიტყვა არ დაასრულა, რომ მეუფეები და ეპისკოპოსები უკრაინის სპეცსიხეებში ზია. ერთი სიტყვა არ დაასრულა. ამიტომ ჩემთვის ეგ არის თვითმარქვია, რასკოლნიკი როგორ არის ქართულად აღარ ვიცი, ვინც გახეთქა რა ეკლესია, გამყოფი რა, განხეთქილების შემტანი, რომელიც დიდი მცდელობა ჰქონდა აქა, მაგის გაკეთების და მე მგონი დღესაც აქვს მაგის მცდელობა და მაგას არ გამოუვა, არ გამოუვა და მიტომ ეს ჩვენმა მთავრობამ ვიცი ძალიან ბრწყინვალედ იცი ჩვენმა მთავრობა, ჩვენ მთავრობასაც აძალებდნენ, აი ამ მთავრობას აძალებდნენ ზუსტად, რომ ეღიარებინათ ის ტომასი, რომელმაც აი ბეთლომემ საფუძველი ჩაუყარა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის პირწმინდად გაპარტახების. ძალიან ცუდი რეაქცია იყო ხალხში, როდესაც გავიგეთ ჩემი ჩათვლითაც, რომ უნდა ჩამოსულიყო და ძალიან ცუდი ამიტომ ვამბობ, უყურე, ამის აი ეს ბიჭო ხალხს ვერ მოატყუებთ მეთქი რო ვეუნები ამ ხელისუფლებას. ამით პატრიარქის სახელით რაღაცა ნაწილში იმასქნეს ხო? აი გონი პატრიარქს იმ ტომასის მერე ერთხელ არ აკავს მოხსენებული როსოში. სოფლიო პატრიარქი. ერთხელაც არ აკავს მოხსენიებული ეს ბართლომე ვიღაცა გარეწარი რა, ის სოფლიო პატრიარქი არა, კვატი კიდე. არის ჩვეულებრივი თურქეთის სპეცსამსახურის წოდებით კაპიტანი. ამიტომ უყურეთ როგორ ხალხმა ეხო დაინახა კაცო. ხალხს ვერ მოატყუებთ მეთქი ვეუნები ამ ჩვენებს კაცო ამ ხელისუფლებას. და ამათმა მე უყურე ამიტომ კუნდოდათ რომ ეს ეს ხალხის მასა თითქოს გამოეჩინა თუ აი ამ ხალხის წინამძღვრები პოლიტიკურად ლიდერი ჩვენ არა ხართ კაცო. ლოცვები ჩაატარებინეს, ჩაატარა ლოცვა. რა თქმა უნდა, ეხლა კაცო იქ რო დავწერე მე რომ კაცო გამომხედეთ აქეთ მეთქი იქ შემეკამათე რომ ბიჭო არ შეიძლება აი ამ ბართლომეს წირვა მე იქ მითხეთ რომ ჩვენაო ვაღიარებთო რაღაცა ეკლესიურად ამიხსნეს რომ უპირველესი არისო ვითომოდ ბიჭო რა მნიშვნელობა აქვს ჩვეულებრივი რასკოლნიკია რა ჩვეულებრივი რასკოლნიკია და მოსაყდრესთან ერთად წირვა აუგვეს ჩვენ პატრიარქს კაცო რითაც შეურაცხყოფა მიაყენეს 1700 წლიან ეკლესიას რა თუნდა მათ ბევრი ლაპარაკი ხალხშიც ძალიან ეს უარყოფითი რა თქმა უნდა იყო და ამის გამო ბევრი კითხვა სვავდა რომ რატომ აი რა საჭირო იყო რატო რა არ აყვავს მოძღვრები ეპისკოპოსები თუ ვერ აუგებდნენ წეს კაცო კი ძალიან ცუდი თუ პირველი პატრიარქი გავაცვენეთ კაცო ძეცეულ საქართველოში ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ ესე იგი ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი მივიდა სამძიმარზე და აი გასაკვირი იყო რომ საათობით თოთო ბავშვებით ხელში იდგნენ რიგში და მიკვირდა როგორ შეძლეს ეს ხალხმა თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ იყვნენ მოწინააღმდეგეებიც რომლებიც უარყოფითად იყვნენ განწყობილები პატრიარქის მიმართ და ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ აგერ ბართლომე ჩამოიყვანეს, იყო რაღაცეები, შეცდომები დაშვებული, რის გამოც პატრიარქს უყურებლალი, მე მაგათ განები თავი. რუსთაველზე რო ხალხი იკრებოდნენ. ვიღაცები ხო ქართველებს ეძახიან დღემდე. რო ვამბობ მე ამ ხალხს რო ვეუბნები, ბიჭო, ნუ ეძახეთ მაგათ ქართველებს. თვითონ სხინთ რო ქართველებად ეძახეთ. ბიჭო, ეს დღეები მაინც შეგეკავებინათ თავი. რუსთაველზე რო არ გამოსულ. ეს დღეები მაინც იმდენად არა ქართველები არიან. იმდენად ზუსტ ქართული ცივილიზაცია მაგათ რომ აი პატრიარქის ამ როცა მთელი მარტო საქართველო არ გლოვობდა. მთელი მართლმადიანობა სამყარო გლოვობდა ჩვენ პატრიარქს. და საქართველოში ეს ეპშტეინელები რუსთაველზე თავი ვერ შეიკავეთ. ერთი მითხარით
ვინმე მაგათ პატრონმა თუ ერთი რაღაცა სამგლოვიარო წერილი თუ მაინც გამოაგზავნა. აი ამ დროს ლალი გამოდის ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი პარალელურად ამბობს რომ ჩვენ ქართველებიო ეპშტეინელები ვართო და გენეტიკურად ვივდივართო კაცო ევროპაშიო რომელ ევროპაში იცი ვისაც ყველაზე ძალიან გაუხარდა პატრიარქის გარდაცვალებაო ეს ეპშტეინელი ქალი იდეოლოგიურად არის მამამისი ვიცი ძალიან მაგარი მამამისი იყო ახლოს ვიცნობდი რა ეს საგარეო საქმეთა მინისტრმა კლაპარაკი ეს ეპშტეინი აი პირდაპირ ნავოდკით თავის მომჭრელი მაგას დავარქვი ვიტვიტა სუბთა ვიტვიტა არ იყო შეურაცხყოფა რომ პატრიარქის ესე იგი ვარდი არ გამხმარიც არ იყო ჯერა ადგა და აი პირდაპირ თქვა რომ ჩვენი ეპშტეინში მივდივართ აი ბავშვებს რო ხმარობდნენ სექსუალურად და მე რო ჭამდნენ კაცო და ვისაც ყველაზე ძალიან რო გაუხარდა პატრიარქის გარდაცვალება რატო იცი რაღაცეები აქვს დაგეგმილი კიდე აქა საერთოდ ნებისმიერი ადამიანი რომ გარდაიცვალოს იტყვიან ხოლმე რომ არ საერთოდ არ უნდა თქვა ან კარგი უნდა თქვა ან საერთოდ არ უნდა თქვა ცუდიო რატო გიტლერზე კაი თქვა არა თქვა გიტლერზე ვინ იყო ეგაც არ არის არა გარდაცვალების პროცესში ვამბობ კაცი ჯერ არ არის დასაფლავებული და არ შეიძლება თქვა ესეთი რაღაცის გაკეთება თორე მე რა თქმა უნდა მის ეცდომებზე ლაპარაკობ ვინმე რომ გარდაიცვალოს მეზობელი ცუდი მეზობელი რომ იყოს და გასვენების პროცესია დაიწყებთ ლანძღვა სულ არ დავიდე გამანებით ხო აი მაგას ვამბობ რა როდესაც ადამიანი გარდაიცვალა ის პასუხს ვერ გაგცემს ხო რომ შენ კრიტიკა ესეთი შეურაცხყოფა კაცო ერის ესეთი შეურაცხყოფა რა დროს უცა უკვე აი წამოვიდა ქართული ცივილიზაცია აი ერი ერთმანეთს ჩაეხუტა როგორც იქნა რა პატრიარქმა შერიგება გაერთიანება და ეს გამოვარდა ეს ეპშტეინელი ეს სოდომისტკა პირდაპირ სოდომისტკა რა აზროვნებით იდეოლოგიით რა ვიცი სისხლით ხორცით არის სუბთა ეპშტეინელი ჩვენ იქ მივდივართო კაცო აი ბავშვებს რო ხმარობდნენ თოთო ბავშვებს 8 თვიდან და მე ჭამდნენ აი იქ მივდივართო არა მე მithrit პატო შენ აკრიტიკებ ბიოლოგიური ზიზღი მჭირს უკვე აი ბიოლოგიური ზიზღი რა მამაძახლის მაგის კითხვა დაგისვით რომ საფრთხეს ხედავთ თუ არა შედაპირისპირება ანუ შეიძლება მოხდეს შესაძლებელი უყურეთ გეტყვით ეს არის მე როდის ადრეც ავთქვი ეპშტეინელებმა 17 მაისს რო ნახეს რომ ადრე სანა პატრიარქი ცოცხალი იყო რო ნახეს რომ ეკლესია არის ის ინსტიტუტი რომ მათ გეგმებს ხელს შეუშლდა, იმიტომ რომ ერთს დაიძახებდა და მთელი ერი დავდგებოდით იქა. შეიტანეს იმ ეკლესიაში განხეთქილებები და როგორ ავთ. რუსთაველზე მობოდიალე მოძღვრები, ხელისუფლების გამპრავლებლები მოძღვრები და დანარჩენი საქართველოს მოძღვრები. სამათ არის გაყოფილი საპატრიარქო. ნუ მოვიტყუებ თავს, ეგრე. თვისაც არ გჯერათ სულ ვიდეო კადრებით განახებთ, რომ ეგრეა. რომ მითხარით, რომელმა უნდა დაიძახოს წმინდა სინოდიდან, რომ ქართველმა ერმა რაღაცა ავტორიტეტი იყოს. ერთი პატრიარქი ყავდა, ერთი აღარ ყავს. ამდენს მიაღწია ბრიტანეთმა მეთქი. ამას მიაღწია ბართლომეს საშუალებით, ბრიტანელების, ისრაელის საელჩოს საშუალებით, ამდენს მიაღწიეს, კაცო. ეხლა რაც ამბობ ჩვენ თავი ვიტყუოთ, ესეა ავტორიტეტი ჩვენ უკვე აღარ აქვს წმინდა სინოდში. ერთი პატრიარქი ყავდა და კი გამოჩნდა, რომ ერთი მეგის დაძახებაზე მილიონობით მივიდა ხალხი. ეხლა მითხარით, ეხლა ვინ აკავთ? ანუ ბრონი, ერის ბრონი, ისო ერი ჭკუაზე მოიყვანოს, ეგეთი უკვე ჩვენ აღარ აქვს. ახლა ამხრივ ყობახეთის დაძახებაზე თუმცა მაქვს ესეთი შეგრძნება, რომ ბოლო პერიოდში პატრიარქსაც არ ქონდა საშუალება თავისი აზრი გამოეხატა, იმიტომ რომ კოვიდის პერიოდში გამოვიდნენ და თვითონ ეთქვეს ხო, რომ კოვიდის პერიოდშიო აძალებდნენ რომ გამოსულიყო და ეთქვა რომ არ მიხვიდეთ ეკლესიაშიო. ხო რა თქვა.
ხო არ თქვაო. თუმცა კარგი იქნებოდა, ეხლა მე კრიტიკის მხრივ არ ვამბობ, მაგრამ უნდა ითქვას ეს ამბავი, რომ უნდა აი ვაქცინები რომ გაიკეთეს ადამიანებმა, მაგ დროს რაღაცა მაინც უნდა ემოქმედა პატრიარქს, მე ესე ვთვლი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაზიანდა იმ ვაქცინებით. არ ვიცი, მე უყურებ. ხო, უბრალოდ სამედიცინო სფეროა და გასაგებია, რთული იყო მისი მხრიდან ამის თქმა. ვიცი რომ დედამიწაზე იყო ორი მართლმადიდებელი ქვეყანა, ეს ბელარუსია და საქართველო და ბელარუსია, რომელმაც კოვიდი იყო თუ რაც იყო, წირვა ტარდებოდა, ყველაფერი ჩატარდა. ამიტომ ეკლესია ღირსეულად გაუწვა. მე კიდე სხვადასხვა კუთხით მინდა გითხრათ, კაცო. საშიშროებას რომ ელაპარაკებით, აბა ეხლა თუ არის. აბა მაშინ რაღაცა პატრიარქს ევიდებოდნენ ჩვენი მეზობლები. არა მარტო ერთი კაცო ჩახვეული რო აქვთ. ამას ელოდებოდნენ თორე. აწი ახლა თქვენ ნახეთ კაცო კონცერტები აქა. ერთადერთი ბოდიში პატრიარქს ხელი ეწიფებოდა საზოგადოების გაერთიანება. რა თქმა უნდა, ფლეჩილი საზოგადოება. რა თქმა უნდა, გამოჩნდა, კაცო, მე ხარ გამოჩნდა. იქ არ მით ხა ყველა ძალით მიიყვანეს და რაღაცეო. რა თქმა უნდა, ხალხი 7 და 8 საათი იდგა შვილებით ხელში. დღეს მითხარი ვინ აკავთი ავტორიტეტი? ერთი ადამიანი მითხარით, აი ერთი მაინც რა, ერთი რო თქვას რომ აი ამ კაცმა რო დაიყვიროს, არის ავტორიტეტი. ეს დაძახებელზე ბევრი წავიდოდა და ბევრი დაგებდა. პატრიარქი შეიძლება ამინდი შეეცვალა პოლიტიკურით და ყველაფერი. დღეს ეგეთი რამე ჩვენ აღარ აგვაქვს. ჩვენ დღეს ვართ სამად გაყოფილი ეკლესია, სამად გაყოფილი საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს ვერ ვიტანთ. ეხლა ამას რომ აქ უნდა თქვა რომ პრემიერმა შეცვალა ალბათ მიყურა, შეცვალა რაღაცა ტონაციაც ყველაფერიც და უკვე იგრძნობა რომ უნდა აი ამის სიძულვილის აღმოფხვრა საზოგადოებაში არ წავართვათ. რაღაცა დესწრება დაწყებული პირიქით მივეხმაროთ რომ იქნებ როგორმე ეს სიძულვილი დავლიოთ და რატომ არის დღეს აუცილებელი უკვე ეს და ალბათ მე შევეხებით. რასაც მეუნებით უსაფრთხოების თემაში მე ერთი რამე მინდა უთხრა ქართულ საზოგადოებას. გარეთ ეხლა ზიან ვიღაცები ესე ვინც ეს დაგეგმა საერთოდ ეკლესიის გახლეჩვა, საზოგადოების გახლეჩვა, რომ მე უფრო ადვილად მიაღწიოს ის, რაც ჩაფიქრებული აქვთ და უკვე მოსულია ეგ თემა აქ ჩვენთან. ჩვენ დაუნებურად არ გავხდეთ მაგათი მოთამაშეების ნაწილები. ანუ ჩვენ თვითონ არ შეუწყოთ ხელი ეკლესიაში განხეთქილებებს. მრევლის არაიშფოკაია დესპოცოდია არ არის თქვენი საქმე. პატრიარქმა თქვა, პატრიარქმა 9 წლის წინა თქვა. რამე რო შეცვლილიყო? ხო, მე ეს მოვისმინე. მაგის მერე 9 წელი გავიდა. პატრიარქი გამოდიოდა ეპისტოლებსაც კითხულობდა, სულ დაუძლურებული ხარ იყო. მე არ გამიგია და რა ვიცი. ამიტომ ნუ მოვიგონებთ ველოსიპედს. ჩვენ თვითონ ნუ შეუწყობთ ხელს განხეთქილებას შეტანას, რა აი არაკაცი ისმო კარგი ესპუცუდია. ჩვენ თუ პატრიარქი გვიყვარდა და ფარი არ ფარი ისევლობდით, მოდი რა მაგალ სიტყვა თქვა. სიტყვა დატოვა. რამე რო შეცვლილიყო, რა გაუჭირდებოდა თქმა რომ არა გადავიფიქრეო, მაგის თქმა. ხო იტყოდა თავისუფლად. ამიტომ როგორც თქვა პატრიარქმა, ისე გავაკეთოთ. ყველანაირი ზედმეტი ჩარევა ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებიდან იქიდან აქედან გეუბნებით ამ ქვეყანას მიიყვანს გარდაუვალ სისხლის ზღვრამდე. აი გარდაუვალი სისხლის ზღვრამდე მიიყვანს ამას ამ ქვეყანას. იმიტომ რომ უკვე ჩვენს რეგიონშია დაწყებული გეოპოლიტიკური რელიგიური ომი და კიდევ ადვილია, ყველაზე ადვილია მაგის გადადება ცეცხლით, მაგ რელიგიურ ომის გადადება ადვილია მეთქი გეუბნებით, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით რასაკეთებთ. ამიტომ საშიშრობა არის. ეს მოუზდომა, ეს ესე იგი არა გამოწვრთნობილი პოლიტიკოსებით გატენილი, გაძეძგილი ხელისუფლებაში რო არიან. რა განცხადებებს აკეთებენ, რა საშიშ განცხადებებს აკეთებენ, როგორ საშიშ განცხადებებს, იცი, აი ეს რო ეთქვა 2 წლის წინ, ხა კაი გაატარე რა. ეხლა ამწუთა ჩვენ რეგიონში სოფლიო ტელევიზია რო ჩართო ჩვენი რეგიონით იწყება, კაცო. შენ მამაძაღლო არაფერი ეპშტეინის გარდა რო არ გისწავლია შენ ცხოვრებაში
საერთოდ რო არ გისწავლე და მარტო ჟენევის კონვენციები და სტრასბურგის რაღაცა კოდექსები რო იცი, სუკა დამთავრდა ეს ყველაფერი და მაინც მაგას აწვევი, შენიც რო ავტომატურად ქვეყანას ეთრევი დიდ ომში. რელიგიურ ომში აი ყველასაში რა ერთი რელიგიურ ომში თავ ამ ქვეყანას. წაღან პრემიერი ახსენეთ და მაინტერესებს როგორ ფიქრობთ კობახიძე რამდენად აბალანსებს შიდა პოლიტიკურ ინტერესებს და საგარეო წნეხს. უყურეთ რა, აი მოდი მაშინ პირდაპირ გადავიდეთ მაშინ ზახაროვაზე რა. გადავიდეთ. აი რატო იცი პირდაპირ ორგანულ კავშირში ხარ თქვენ კითხვაზე. კი. აი აუხსენეთ ხარ ზახაროვას განცხადება და ესე იგი ჯორჯიან თაივსმა გამოაქვეყნა რომ ზახაროვა ამბობს საქართველოს კეთილდღეობის წინაპირობა რუსეთთან არა კონფრონტაცია, არამედ თანამშრომლობაშიაო. და საქართველოს თანახმარისო და სურვილი აქვსო ჩვენთან კეთილმეზობლური ურთიერთობისთვისო. გადახოთ როგორ უპასუხეს ჩვენებმა? ახლა განახება. ჩვენებმა როგორ უპასუხეს ამ ყველაფერს? რომ ვამბობ ხოლმე რომ ესენი არიან მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა მე ვიცი საიდანაც მოდის. ახლა ვეგანახებთ რა, აი. აი განახებთ. ეს არის არჩილ გორდულაძეა ესეთი. მოკლედ მაგის სამუშაო წიგნაკი იწყება პარლამენტარით. არ ვიცი როგორ მოხდა, ან რა კრიტერიუმებით მოხდა. უყურეთ, ოკუპანტ ქვეყანასთან მხოლოდ იმ საკითხზე გვექნება ურთიერთობა, რომელიც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარებულ დე-ფაქტო ტერიტორიულ ჩვენი ქვეყნის სრული იურისდიქციის გავრცელებას. ოკუპანტა ქვეყანასთან მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხზე გვექნება ურთიერთობა, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და აღიარებულ დე-ფაქტო ტერიტორიებზე ჩვენი ქვეყნის სრული იურისდიქციის გავრცელებას. ეხლა ნებისმიერი ქართველი ხომ მოისმინა ესა? რა თანამდებობა აქვს ამ პარლამენტარია. თავის თავზე ამის არა უყურე. ნებისმიერმა ქართველმა ხომ მოისმინა კაცო ეხლა ესა? თქვა პატა რა შეერთახმები? ტერიტორიული გაიწვიოს. რა არის ამაში ცუდი? მაგრამ უყურე კაცო შენ აქეთ აი ამათ რო ვეუბნები რომ ამა ესენი არიან ეს არის ქართული ოცნების ლიბერალური მხარეა. ადრე ლიბერალებს ვეძახოდი. ახლა მე ვეძახოდი სოდომიტებს, ახლა ვეძახი ეპშტეინელების მხარეა ესენი. აი ეს კომანდა საერთოდ არის ეპშტეინელების ისა, იმიტომ რომ ყველა ტრადიციული ვინც იყო, ან ციხეშია და ძებნაშია. ახლა უყურე რა. ახლა ამაზე მინდა აი გეხვეწები, რა არის კარგად მომისმენე. ამათ როგორ აქვს იცი ეს წარმოდგენილი? ახლა პუტინი ასე აიღებს რა. ბადრი აფხაზეთის პრეზიდენტი როა. ახლა მე გავიწვიე ჩემი ისა აღიარება და რავი დაბრუნდი ახლა საქართველოში კაცო. რავი აბა ისე არ მელაპარაკებიან გრუზინები და აბა რა გავაკეთო ახლა მე? ამ დროს უყურე 34 წელია მე აფხაზებთან მაქვს გენეტიკური წყვეტა. აი უყურე შენ რუსული იცი. აი შენ წარმოიდგინეთ ახლა ზივარ სოხუმში. აი ჩავედით სწორად სოხუმში. აი ესეთი ჰიპოთეტური სცენას გიხატავ რა. და შვილის რო უთხრა ბაბუ, ერთი გამარჯვე სიგარეტზე, ერთი ამ პივაზე მომიტანიც ბოთლი და ფული მივცე. ეს ბავში რომ მიდის აფხაზებთან, რა ენაზე უხსნის, კაცო? იმან ქართული არ იცის. იმან ინგლისური არ იცის. იმან იცის აფხაზური და რუსული. შეშობელძაღლდეს არჩილა ხარ თუ ვიღაცა. როგორ ველაპარაკებით აფხაზებს? რას თავაზობ აფხაზებს? ეპშტეინიზმს? აბა უყურეთ ხო არ მიგები იმას თავაზობ რაც სამჩვენ ქვეყანაში ხდება გადახედეთ კაცო რა ხდება ყველა სამეზობლოში ესეთი ეპშტეინიზმი რაც ამ ქვეყანაში ხდება არცად არ ხდება კაცო ის აფხაზი რო გიყურებს ერთადერთი რასაც აკეთებს
ღმერთო დიდება შენ და ამათო ჩამოვშორდი ამ გიჟებს კაცო გეტყვი რატო კაცო ბიჭო გაქანებული რუსოფობული ქვეყანა ხარ ისინი იმათა კიდევ სამეთყოლო ენა არა გვაქვს გენეტიკურად ჩამოვშორდით ესე იგი 34 წლის ანუ 2 წელი 32 წელი გეების და ტრანსების ესე იგი აღმავლობის ხანა ქონდა და რომ არა ჩემების 22 თებერვლის დაწყებული ომი შენ მაგ კიდე ერთხელ ვამბობ ეს ხელისუფლება ნუ მიიწერს რომ მან გააუქმა ანტი LGBT კანონი ეს მაგან კი არ გააუქმა კაცო ჩემებმა მისცეს საშუალება რომ ეგ კანონი გაეუქმებინა რა თორე რატო არ გააუკლეს 2016-ში 17-ში 18-ში 19-ში 20-ში 21-ში 22-ში 23-ში 14-ში 12-ში 1000-ი არ რატომ არ გაანთავისუფლეს თუ ამათი დამსახურება იყო ის ბიჭები და არა მაგ ხარამის გეუბნები ამიტომ ნუ მიიწერენ ამასო ჩვენ ტრადიციული კონსო არაფერი თქვენ ჩვეულებრივი ეპშტეინელები ხართ კაცო უბრალოდ თქვენი პატრონები ჩემებმა დაამხეს იქა ყოფილ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოშალეს თქვენი დღის წესრიგი ევროპაში და სოფლიოში მოგეცათ საშუალება და გააკეთეთ კაიქენით ცუდი ქენებით იმას კი არ გეუბნებით კაცო მაგრამ თქვენ ნუ მიიწეთო თქვენი გინდოდათ და გააკეთეთ კაცო უყურეთ არ არის ეს ამათი პლუსი არ არის ეს ჩემი პლუსია ჩემმა სამყარო მისცა მაგის საშუალება ეგ რო გაეკეთებინა თორე მაგათ ქონდა 14 წელი მაგის ვადა რო გაეკეთებინა და მაგის გულისთვის ხალხს იჭერდნენ და სემდნენ კაცო მაგის გულისთვის რატო ეწინააღმდეგები პიდარასნებსო კაცო მაგას ვაუჩი ხეში სხვა ამიტომ ფაქტ ეგრე არ არის რა აი გორდონაძის გასაგონად ვამბობ ბიჭო თელი ცხოვრება ქვეყანა ყრნის გზაზე დგას გათახსენებ ბიჭო ტერიტორიები ფული რო შემოგველია უკვე ტერიტორიების ყიდვა დავიწყეთ ხალხო საკუთარი მეხსიერების ტერიტორია რა არის კაცო ტერიტორია არის ქართული გენის მეხსიერება ხო შენ უყურე ჩვენ ხო იმ გეოგრაფიაში ემოციურად იმას აღვიქვათ საცა დავიბადეთ ხო სწორია აი ხა რატო აღვიქვათ ჩემი პაკალენია შენი პაკალენია აფხაზეთს ხოხონ გაგრას პიჩურდას სამაჩაბლოს იქ რაღაც იმიტომ ის ის მეხსიერება გვაქვს ჩვენ ბიჭო შენ შვილიშვილს ეგ აღარ ექნება კაცო იმიტომ რომ ეხლა ნუ მოვიტყოთ თავს ეხლა ტავოკლარჯით ხო ნუ აბი ჩვენი იყო რა и всё აი ესე რა ნუ იყო რა ბიჭო ამიტომ ვამბობ ლალი გამომხედე როცა შენ მაგას ეუბნები იმას რომ გაიწვიე ჯერ რომ ის აღიარება ბიჭო ის აფხაზი დღეს დონბასში კვდება აი ეს როგორ წარმოგიდგენიათ ხო აუჯახდა თელი კავკასია კაცო ეგ როგორ უნდა გააკეთო ჯერ ამას ხმამაღლა როგორ ლაპარაკობ იქნებ ჩადი დაილაპარაკე და იქნებ პროცესია მაგის გაუქმების შემამარცხლო მართლა ეპშტეინელო სისხლით და ხორცით ეპშტეინელო ამას რო ხალხს თან ახი რა სიტყვებით თონება საქართველოს ტერიტორიების აღგე თითქოს ყველა ქართველი უნდა დაუთანხმდეს. ბატონო, კარგია, მაგრამ ეს ცალკე კი არ უნდა ილაპარაკოს, უნდა მოლაპარაკებს მაგიდაზე დაჯდნენ და ეს თემა ეს ხო ბიჭო, იმ აფხაზს ხო უნდა უთხრას იმ რუსმა კაცო, რომ იმ აფხაზმა ხო უნდა ნახოს, რომ ქართველი აღარ არის საშიში კაცო. ხო, ქართველი არ გარყნის აფხაზ ქალს კაცო. აფხაზი ქალი არ გამოვა მინისტრთა საბჭოს წინ და არ აიწევს კაცო, იუბკას და ჩემი ფუჩუ ჩემიო არ იტყვინებს კაცო, ნუ გეშინია. ეს ხო უნდა ანახოს იმ რუსმა რომ მოდი იქნებ დავლაგდეთ როგორ დავლაგდეთ ბიჭო რუსთაველზე რომ მოგივილია ხალხისთვის შენი პატრიარქი მისვალებულს 100 ატრიალებდნენ რა ამბავი ქონდა თათეხილი ამას თავაზობ შენ მამაძაღლო ბიჭო იმას აფხაზებს და ამას ეუნებ რუსებს გაიწვი არც გაიწვევს და მოვა ის რომ შენ თვითონ გაგიარებინებ აფხაზეთის დამოუკიდებლობას აგერ თქვენ და აგერ მე ესე ეგონა ზელენსკისაც კაცო არა კაცო და თელი მსოფლიო ეჩალიჩება დღეს თელი მსოფლიო ეჩალიჩება დღეს რომ აგიარეს დონბასი და ისაო ყირიმიო რავი არც მაშინა გიგებული მაგით რომ ეთქვა ერთი წლის წინ ხომ ყველა მეტყვის გიჟიაო აი ესე მეძახოდით მაშინ რომ მოვა ის დრო მეთქი რომ ზელენსკის აიძულებს თავის პატრონები რომ აღიარე რატო იცი სასწორზე სხვა რამეს დაუდებენ ისეთ რამეს დაუდებენ სასწორზე მერე არავის აღარ ეცლება მე აფხაზეთისთვის. აგერ თქვენ და აგერ მე კიდე გონი დატვიცი გადახედეთ რა ხდება.
ბევრ ჩვენს რეგიონში ბევრი პოლიტიკური საზღვრები გადაიხედება. და ვინა ეს გორდელაძე მიშველის აქა თუ ბოჭორიშვილი მიშველის ეფშტეინელები. და ამათ ახლა რა თქოს ბოლო-ბოლოდ მზად არიან დიალოგისთვის და აპირებენ დიალოგს. არა კაცო, არა, იმ თვითონ ეს თავისი არ გეტყვი კაცო, იმ რუსებმა იციან კაცო რა მასალით არიან დაკეთებულები ესენი კაცო. ოცნების ლიბერატორი მხარე. ბრწყინვალეთ იციან და იმიტომაა ესეთ კაი სიტყვებს რო ისვრია. ჩვენ კაცო მოდი დავილაპარაკოთ. მე რომ მაგათ ადგილზე ყოფილიყავი, ვეტყოდი. აი განცხადებას გავაკეთებთ. ეხლა ესენი ხო ვითომ დიპლომატია. ეხლა უკვე ლალე, ზახაროვას განცხადებაზე ჩემი განცხადება როგორი იქნებოდა? ჩვენ მზათა ვართ დავილაპარაკოთ ყველა საკითხზე. უბრალოდ გასარკვევია, რამდენად წამოვა რუსეთი ყველა საკითხზე სალაპარაკოთ. ბურთს იქით გადავაგდებდი, კაცო. რა თქმა ამას, ბიჭო, უმაღლესი განათლება შემამად ზაღლიშვილო. ბიჭო, გადავუგდე პირიქით, ბურთი იქით. იმას რა თქმა უნდა, რომ ჩამოდი და არ არსებობს საკითხი, რომ არ დავილაპარაკოთ. ამას ბევრი მოფიქრება უნდა? ჯერ გაიწვია, ჯერ ჯარი გაიყვანე. პირდაპირ უარის თქმა გამოვიდა ფაქტიურად, რა რაღაცა კუდაბზა. ლალი, გეტყვი რატო ესენი ემოციურად არ გაიზარდნენ აფხაზეთ, არ იციან ემოციურად ვერ აღითქვამენ იმ ტერიტორიას. მათ მეხსიერებაში არ არის აფხაზეთი, როგორც მისი გენეტიკური ნაწილი ცხოვრების, ქართული ცივილიზაცია არ არის, კაცო. ნუ როგორ ჩვენ ახლა ვერ აღვიდგავთ ტაოკლადს ახლა, ნუ მოიტყუებთ თავს რა. ისე მაგათთვის ახლა ძალიან ფეხებზე კიდიათ. იქ აფხაზეთი, რა ქვია, დაიკარგა თუ არ დაიკარგა. პირდაპირ გეუბნებთ, საერთოდ არ აინტერესებთ. რატო იცი? ემოციურად ვერ აღითქვა. აი თბილისში რო დაკარგო, მაგას აი ეს თაობა გაიგიჟებს თავს. იქ არის იმ ცივილიზაციაში დაბადებული. იმას კი არ ვიგოს რო არ დაბადებული იმ თაობას რას ვეუბნებით. არა კაცო, ჩვენ აგერ კაცო, იქ მივდივართ ეფშტეინში მივდივართ და აი ეფშტეინები გვიშვენიათ მათ დღეს რომ მაგას კაცი ეს ხო უკვე შეურაცხყოფა. ეს ხო უკვე ერის პირდაპირ უნდა ერთ გადაგასვალეთ თავზეო რა. აღარ მინდა ცუდი სიტყვები ვთქვა კაცო. ეს არ არის ამათ განცხადება, ეს არის იმ კაცის განცხადება. ეხლა მე პირდაპირ ვამბობ რა. იმიტომ რომ რატომ ვიცი? არ შეიძლება დღეს ქვეყანა ესეთ საფრთხეში ჩააგდო. რუსებმა ეს ბრწყინვალეც იციან კიდე გონები რა მასალით არიან ესეთი დაკეთებულები და ამიტომ არის რომ ესეთი გულღია და მოდით კაცო ვილაპარაკოთ. იციან რომ ეს მაგათ არც განათლება არც პოლიტიკური გამჭროხობა არ აქვს. არც შორს მხედველობა არ აქვს კაცო. ხარიგე? ხო რა მარტივი იყო რა ამის დაკეთება? აი რა მარტივი. მოვდივართ უბრალოდ გასარკვევია ბატონო რუსეთო. სადამდე მოდიხართ თქვენ ჩვენთან სალაპარაკოთ. ეს ბურთი აბიქიდა. ბატონო რუსეთო არა ცოტა ეგ. ხო რა როგორც გინდა ეს დაუძახე კაცო. მეგობარო რუსეთო თუ როგორც გინდა. წამოვაყო. იქით გადააგდე ეს ბურთი კაცო და იმას ათქმევინე კაცო რომ მოდი და დავილაპარაკოთ ესეთი რაღაცეები. დიალოგი აუცილებლად უნდა შედგეს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ სიტყვას წარმოთქმულს. ლალი არის საკითხები დიპლომატიაში რომელიც ხმამაღლა არ ლაპარაკდება. კი ბატონო. არის საკითხები რომელიც 100 წელი გავადი ის არ გამჟღავდება. იმიტომ რომ იმის გარდა კიდე არიან ჩერქეზები, ჩეჩნები, ადიღეელები, ოსები, კაზაკები, რავი, აფხაზები, 1000 კავკასიელები და შენი რაღაცა 1,700,000 გამო ის კავკასია აიფე თქოს, რომელიც 71,000 დონბასში ომობს. თქვენ ნორმალურები ხართ? არა, გეკითხები ახლა ისინი პოლიტიკოსებად იწოდებიან? ეხლა გეკითხები, ამათ პატრიარქის გარდაცვალება მართლა გულით ეთკინათ? აი, მე ამ კუთხით უყურებ. სპექტაკლი რომ იყო ყველამ ეს დაინახა. არა, სპექტაკლი ამათმა დადგეს. რეკლამა დადგე, ეს გამოიყენეს პატრიარქის საკუთარ. ხო, მაგრამ ხალხი ვერ შეიძილეს. ამიტომ ამათ ისე ეთკინათ პატრიარქის გარდაცვალება, როგორც აფხაზეთის დაკარგული რო არის. აი, ზუსტად ეს სიტყვები იმზე ფეხებზე კიდიათ მაგათ ეხლა ეს რაც მოხდა. პატრიარქის ჩვენი გარდაცვალება და ეს გამოვიდა და თან როგორ ერთი მესიჯით რო გაუბერეს, ხო გასაგებია რომ ეს არის ამ ხელისუფლების სტრატეგიული ხაზი. კიდე გეუბნებით ის დრო მოვა მეთქი კაცო. რა ვიცი, ესე ეგონა ზელენსკისაც. ზელენსკის. ჩემი სიტყვები ხო არა, თვითონ მაგათი პატრონებუნებიან, ეუნებიან
3 საქართველოს ჩაეტევა იქ რა სამი კაცო 4. იქ რო ვიყავი, რა ქვია, ლუგანსკში ვეწეროთ რო გამოეფინა ჩემი შვილი მაშინ ბახმუტის არჭობუკაევის მიმართულებით იყო 8 საათი 6 საათი უნდა ფრენას კაცო 6 საათი როგორ უნდა საქართველოსთან ხო იმ ხელ ტერიტორია უკვე აქეთაა წამოსული ესე ეგონა იმასაც ზელენსკისაც ის პატრონები ვინც ქვეყანა ომში შეაგდო ახლა ეუნებიან დათმე ტერიტორიაო რა ვიცი ხალხო რავი ბევრი რამე არ გეგონა ქართველებს მაგრამ ის ეხდება რომელიც ჩვენ არ გგონია რა მე რა სიტყვიან აი ძალიან ცუდ სიტუაციაში რო ჩაგვაყენო თუ ვერ ჩაგვაყენებენ რა ვიცი წინაპირას კასპიის ზღვა დაიბომბა რა რაღაცა ცუდი რავი სამაგიეროდ ყურადღება გადატანა ხდება სხვა საკითხებზე აგერ პრეზიდენტის მეუღლე იყო ჩასული მელანია ტრამპის სამიტზე ვაშინგტონში და სიტყვით გამოვიდა და ამაზე მოკლედ ათრიეს ეს ქალი გაივსო Facebook-ზე იმის კომენტარებით რომ ეს გასაგებია ხო დალი არ არის ეგ თაქირქიტო საქმე მე მესმის რომ ინერვიულა შეიძლება კარგად იცის მაგრამ მე მაინც მოუწოდებდი რომ ნამდვილად ჯობია ინგლისურ ენას ქართული ენა ამენით გამოცხადდება მეორეთ მოსვლა ისე რომ იცოდეთ. ამიტომ შენ ენას იცი პატივი და თუ იმ ხელა ჰეგემონ ქვეყანაში იმის ტექნიკა არ აქვს რომ გადათარგმნონ, ხო თავში ქვაუხლიეთ მაშინ მცუნუ გაიგებენ რა. შენიანით რო ილაპარაკო, ყველა თავმოყარე ესე აკეთებს. ეს არ არის საქილკილო, მე ინერვიულა. მე ვიცნობ მაგ ალბათოს. მე ხოგელი მიშასაც და ერთად ჩვენეთ მაინც ერთად დავდივდით ხოლმე. ამიტომ პირიქით არ შემოაგდეს ნაცემა რაღაცა საქირკილო და ქიქიტი დაიწყეს რა მე მეც დამებერტი გუზდუმაში კომიტეტში რომ გამოვიდი სიტყვაზე ვეღარ გადავაბი კაცო ეგ არაფერი არა თავს კი არ ვადრი მაგრამ არის ადამიანი მე და რა მაგრამ ამათ ქართველებს მეტი საქმე ხო არა გვაქვს აგერ ჩვენს თვალწინ ლალი როგორ ვერ აღითქვამენ უყურე ირანზე კი არ გადავდივარ. ნახე როგორ ადგას საკითხი, ჩვენს რეგიონში ნახე როგორ ადგას საკითხი. ვიღაცას რო ეგონა ჰეგემონი, აი ჩვენ ეფშტეინელებს რა, ეს გორგოზე და ვიღაცებს რო ეგონათ. რაღაცა. ხო, მაგრამ ეხლა რო არ გავთქვა, არ შეიძლება. იქვე გამოვიდა ლევანი იყო ერთი ბიჭი, პარლამენტარი აღარ მახსოვს მაგის გვარი, ლევან კაჭარაშვილი თუ რაღაცა. აი, მაგრამ იმან კარგად თქვა. რომ კი შეინიშნება რუსეთის მხრიდანო ეთქობა მიხვდა რომ ეს გორგოძე რაღაცა სიგიჟე თქვა და მე გამოვასწორეს მოდი ისაც დავინახოთ და ესაც დავინახოთ რა რომ არის რომ რუსეთიდან ცდელობა რომ საქართველოს ტერიტორიებზე ლაპარაკი და ისად ჯერ არც უნდა თქვა კაცო მაგას ჩარდით და იქნება იქ სხვა სურპრიზი ხდება რა იცი რა ხდება კაცო აუცილებლად უნდა მოხდეს მოლაპარაკება და ამიტომ ცოტა ნორმალური უნდა გააგზავნონ ცოტა იქ მათიკაშვილი არა მოყოლალი მათიკაშვილიც გამოვიდა იქ ნორმალნა მაგრამ არ უნდა ეს ზედმეტად ეს ოკუპანტი თუ ბიჭო 34 წელი ამ ოკუპანტ ოყვილი ხართ რამე შედეგი მიიღეთ ბიჭო რამდენი შენ მაგას ყვირი ხარ შენ იცი რომ იქ რუსეთში ვინც ჩვენ წინააღმდეგია აფხაზეთ საქართველოს გაერთიანების იმას просто სატომკებს უწევთ, კაცო, ყველაფერს ნომალაპარაკებთ, კაცო. ეცი რატომ ხაც მგონია, რომ ამათ გონიათ, რომ ესე თავის დაფასებით რუსეთი შეეხვეწება და არა, კაცო, იმათ მაიცენ. მე წინა გადაცემაში მოგითხარ, იმათ მაიცენ ისინი დარწმუნებულები რო იყვნენ, ესენი მოწედინებულები არიან ლაპარაკის. ამ რუსები ამას არ იტყოდნენ. ხო, ალბათ დაიწყებდნენ საუბარს, მაგრამ ეს არ იქნებოდა, ესეთი რაღაცა საჯაროდ არ ხდება, მაგრამ არ იციან. ლალი არ იციან მართლა გეუბნები მართლა არ იციან როგორ და მოიქცნენ კაცო თავის სიტყვების მე და თავის პოლიტიკური ღვაწლის ძევლები ხდებიან შენ ხარ დღეს კაცო ხვალ რა იცი რა ხდება და ვადამდელი რო ჩაინიშნო და აღარ ხელისუფლებაში თან წაიღებ მაგ პრობლემას რომელიც გადაკეთე ხო შენ შვილს უტოვებს კაცო ამ პრობლემას აიცი რატომ მაგრამ ესენი ცხოვრობენ პროტოკოლით აი ნასწავლი პროტოკოლებით ცხოვრობენ. ის კი არა წინასწარ აი რაღაცა გათვალონ. ამაზე არ ფიქრობენ. ანუ რობოტებივით არის. ხო, ამათ აი გოგითხარ ესენი არიან, ამათ მაიცია ჟენევის კონვენციების, აი ჩამოგილაკრაკებენ თელ მუხლებს, სტრასბურგის მუხლებს, ჰაგის მუხლებს ჩამოგიტყვიან.
მაგრამ ქართული ცივილიზაციას რასაც აი მართლმადიდებლური, ქრისტიანული, აი ესეთი ყველა რელიგიასთან ტოლერანტულად განწყობილი რო ვართ. ტრადიციული ქართულ სულ გამოცლილები არიან. ქართული სულ. აი ერთ მაგალითს გეტყვი რა. მე-5 სართულზე ვარ და მაშინ ძველოფისში და ერისიონის საიუბილეო კონცერტი იყო რა. და იქ რეკლამა გავიდა, დიდი ტელევიზორი იდგა იქა. ხო და ესე ვდგება და აღარ მინდა ვთქვა რა, ვინც იყო იქა. პრემიერ-მინისტრები და ყველა მოკლედ. ბობოლა ხალხი. ხო და იქ იყო რეკლამა რომ მიდის, ხო, ქართული ცეკვა რაღაც აჭარული იყო იქ მოკლე კოლაჟივით. და ერთი მეუნება იქა რა. ატაო რა მაგარიაო რა, აი ნახეო რა ქართული ცეკვაო და ნახე რა მაგარი მრავალჟამიერი კახური მეუთხარი. ბიჭო მართლა მოგწოს მეთქითო. კიო. ბიჭო მართლა მეთქითო ეს ჩემ არა ბიჭო მაგრამ რა თქვი არ მოგწოსო. გამომხედე აქეთ ვასილი პეტროვიჩი მეუთხარი. რა შენ მოგწონს? იცი რომ ჩვენ ქართველები ესე ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ ისე და შენ უბრალოდ მოგწონს, კი არ ცხოვრობ ეგრე კაცო. შენ მოგწონს. ჩვენი ცხოვრების სტილი მოგწონს, მაგრამ შენ ესე არ ცხოვრობ. იმიტომ რომ შენ მოგწონს. შენ ამ ცივილიზაციაში არ ცხოვრობ, ამ ენაშიც არ ცხოვრობ დაჟე კაცო. შენ ეს ენაც გინდა დაამახიჯო და იქ კულტურის მინისტრი რო გამოვიდა და იქ ინგლისური რო შეუბერა. პრემიერის რო ყოფილიყავი, კულტურის მინისტრზე მაქვს ლაპარაკი. ანუ ხვდები, კულტურის მინისტრი და იქ ინგლისურად რო გამომიბერა იქ ქართულ პარლამენტში. ხო, ეგრევე დავწერდი დავწერდი, თქვენ თავისუფალი ხართ. ასე ხარ ეს რო ყოფილიყო დაუშვათ ვიღაცა რა კულტურის მინისტრი და შენ ხო კულტურა ხარ აქ ქვეყნის აი ასე ხარ 3000 წლიანი კულტურის მინისტრი ხარ დღეს გამოდია ამათი გამправებლები და იმას გვიდაო რა ქვიაო სამების ეკლესიასო ბიჭო რა ვიცი რაც მე ეკლესიების ვეხმარები ხოლმე იქ დაბლა დიღომში რავი მოდი და განახებთ კაცო მომეხმა თავს კი არ ვადები ნუ გააფეტიშებთ ხოლმე რა ძალიან რო დაგს ხო ძალიან ჭკვიანი ხარ კი კაცო აი გადმოგდის ტვინი ისეთი ჭკვიანი მილიონერი ვარო კაცო აბა ეს ფული არა ხა მაგაში უნდა დაეთახო მილიონი რო იშოვა მაგას ჭკვა უნდა ბატონო ვაფშეტა აბა ჩემნაირად კი ზეთი ვერ გავმისვლი ერთი წელია მაგარაზე მე უკვე რატო გეუნები ეს კატეგორია ხალხი ვერ გაიგებს რა უთხრა ზახაროვამ ზახაროვამ აუწია სატოპკე შანსი მისცა რატო იცი? იმას ზახაროვამს კარგად იცის რა თქი დაუწია მათ კაცო. ესენი ისეთი სამყაროს წევრები არიან? რას ლაბარო ესენი სულ რა უთხრა მოდი კაცო აფხაზეთს გიბრუნებ მაინც არ ჩამული. არ იციან მეთქი. არ იციან კაცო რატო ბიჭო სყიდ რო მეუნები რა. მართლა არის აი ხო კიდე იმათ მოსწონთ ქართული ცეკვები. ჩვენ რაც ქართული ცეკვები გადმოსცემს ისევ ცხოვრობთ ქართველები, კაცო, ქართულ ცივილიზაციაში ისევ ცხოვრობთ. ძალიან დიდი ინფორმაციაა ჩადებული. რას მეუნებით? მათ პოსტო მოსწონთ. მათ მოსწონთ. იმდეს კი არ იფიქრები რომ შენ რაც მოგწონს იმ სამყაროს მინისტრი ხარ, პარლამენტარი ხარ, კაცო, რაც შენ მოგწონს, კი არ ცხოვრობ იმაში, კაცო. თქვენ წინა გადაცემაში თქვით რომ ამათ განათლება მიღებული აქვთ ისეთ ადგილებში, სადაც ქართული სული დაკარგული აქვს საერთოდ ეპშტეინური განათლება და თავისთავად არ უნდა გაგვიკვირდეს რომ ეს ხალხი ვერ აზროვნებს ქართულად. უყურე, კიდევ ამ კაცო. ეხლა უკვე მე ისე სხვათაშორით კაი გამახსენე. აი აქედან რო თქვი მე პირველად რომ ეპშტეინური სამყარო ეგ ბაბუკა მოისმინა ფიფია მოსკოვში. და მაშინ ირანის ისაყავდა აითოლა ხომეინის მთავარი მრჩეველი, სხვათაშორის მამამისი იყო პირადი ექიმი აითოლასი და აითოლა ხომეინთან ერთად გარდაიცვალა. ხო და ეს სიტყვა რო უთხრა იმას რომ ეპშტეინიზმი დაგესხათ თავსო რაღაცაო ხო? ემან უთხრა ეკაი სიტყვაო, ეხლა მაგას გამოიყენებ და ისეთი აიტაცეს. ბევრი იყენებს კი, უკვე აიტაცეს. სწორია. სოდომიტები აღარ არიან, ეგენ არიან ეპშტეინიზმი. არ ვამტყუნებ. არ ვეუბნები რომ ცუდ საკეთებ, რაშიც გაიზარდნენ ხალხო, იმდენი მოსთხოვეთ. ამა თქვენ ნუ მოსთხოვთ
ამათ ნუ მოსთხოვთ აი შინაგანად პატრიარქი რომ დავკარგეთ იმის განცდას, როგორც უბრალო ქართველებმა განვიცადეთ. იმიტომ რომ აი უყურე პატრიარქმა 2013 წელს დააწესა 17 მაისი. ოჯახის სიწმინდის დღე. სიმტკიცის და სიწმინდის დღე. თუ არა ტალახაძე არის მოწმე. თუ არა ყაველაშვილი მოწმე, ხა ვერ დაუკარგა მიშა ჩვენთან ერთად იყო ხოლმე. ქალბატონთან ერთად. აი რომ დასცინოდე რა. მართლა კაი ქალბატონია, ძალიან მიყვარს ეგ ოჯახი საერთოდ. უყურე რა. 2013-დან 2023 წლამდე ტელეიმედი რა პრემიერებიც არ იყვნენ, რა ხელისუფლების მინისტრებიც არ იყვნენ, სულ იყო გადაცემები პატრიარქის საწინააღმდეგო. მე არ გეუბნები სოდომიტურ ტელევიზია, აი ეს ტელე პირველები და ეს მამაძაღლებზე. მე გეუბნები პროხელისუფლო ტელევიზიებზე. გადაცემები იყო ანტიექრისტიანული, ანტიპატრიარქული და ესე იგიო საწყალ პიდარასტებსო დღე წაართვა პატრიარქმაო. ეს საზიზღარი პატრიარქიო. საწყალს ესე იგი რა გინდათო ერთი დღე ქონდა თან პიდარებსო და ისათ წაართვა პატრიარქმაო. ამას სიუჟეტებს უძღვნიდნენ ხალხო. 2023 წლამდე ფეხი ვერ მოვადგმევინე ამ 17 მაისს, კაცო. ეგენი რომ შინაგანად ქრისტიანები და პატრიარქის მოსიყვარულენი ყოფილიყვნენ. ამდენი წლები რომ ერთხელ ვერ მოხედი, კაცო იქა. პატრიარქის დაწესებული ოჯახის სიმტკიცეზე, სიწმინდის დღეზე როგორ ვერ მოაღწია იქამდე, კაცო? რატო დამცინოდი მაშინ? აი ეს ლიბერალურ მხარეზე მაქვს ლაპარაკი, თორე ხა დიმიტრი სამხარაძე და ესენი ვიცი მე ვინც არიან ტრადიციული სამყაროს წევრები. მე ამათ კი იციან, კარგად იციან ვიზეთ ლაპარაკო, წილოსნები და მამაძაღლებზე, კაცო. დასცინოდნენ აპატე თქვი რა გინდა, თქვათ რომ 2 წელიწადში ესე წკაბ გააკეთეს ტვინში და გახდნენ უცოდ ქრისტიანები? პატრიარქის მოსიყვარულე, ბიჭო, რავი, პატრიარქმა იტირა, ეს კანონი არ მიიღოთო, ანტიდისკრიმინაციულიო. გემუდარათ, კაცო. ბიჭო, სიკვდილის მერე მაინც შეუსრულეთ. მიწები არ გაყიდოთო, კაცო, იმას კერვის თქვია სასოფლო და ის გაყიდეთო, კაცო, ან სამშენებლო ქართული მიწა არ გაყიდოთო, კაცო. ანუ გამოდის რომ მთავრობა ანგარიშს არ უწევდა საპატრიარქოს, ხო ესე ერთხელ მითხარით, მაშინ ერთხელ მითხარით საპატრიარქოს ერთხელ მაინც ხო შეიძლება თქო, აი პატრიარქმა თქვა და ჩვენც მის მოწოდებას დავემორჩილოთ. ერთხელ შეგიძლიათ აი ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელ პლანი შემომიგდეს რაღაცა, სანამ არ გაიგიჟი, სანამ არ გამოვარდეს საგდოლოება ქუჩაში, კაცო. სანამ მიტინგები და რაღაც ჯანდაბები არ დაიწყო და მეც იქ ვიყავი სხვათა შორის, როგორია პარტიის ოფისი და გავმოდი მიტინგზე. ამ ანტი-ნარკოტიკის წინააღმდეგ. ერთი მითხარით ხო შეგიძლია თქვათ, აი თქვათ რომ აი ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ პატრიარქს შეუსრულეთ ეს. ერთი სანატორიუმი ქონდა ამ საწყალ პატრიარქს. აი რა გინდა? თუ შენ ეს გჭირდება, დავა ეს რა ნაგრომნაე. სწორედ ამიტომაც შეუწია ხმა. უყურე რა. კიდე ერთხელ ვიმეორებ. იმ საპატრიარქოს რო ბავშვები წავართვით. ამ ხელისუფლების პერიოდში. ახალციხეში სხვადასხვა აბულაძე ყოფილა. აბულაძე. მეფეს პირიდანო. ვიცნობ პირადად ძალიან წინვალი ადამიანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ფულის მეტი რა გაქვთ? ხო ამბობთ კაცო რომ ახლა ჩვენ პატრიარქი და ცემლები და კადრები და თელი ამბები ხო რაღაცა. საქმით მანახეთ კაცო. ააშენეთ ეგეთი სანატორიუმი იგივე და დააბრუნეთ ის ბავშვები, კი არა, სხვა ბავშვები უპატრონებად გააზრდევინეთ ეკლესიას. დააბრუნეთ ეკლესია იმაში სკოლებში. მაშინ სახელმწიფო ფაქტიურად არც დაუდგა გვერდში და არა. კი არ დაუდგა, გენახათ იმაზე ზაბორზე რეებს აკეთებდნენ კაცო. არა და ნამდვილად ვიცი შიდა სამზარეულო რაც ხდებოდა იმ ბავშვთა სახლში და ვიცი რომ არაფერი ესეთი არ იყო რაც. რა სიგიჟია კაცო. ამიტომ უყურე
ერთადერთი ეხლა გითხრათ რომ რაღაცა პრემიერში გუშინაც უსმედი, რაღაცა დავიჭირე. მოდი, მე არ მიყვარს ვიღაცაზე ეხლა ის რომ კაი მე გული მატკინეს რომ ისეთი მატკინეს რომ დღეს შვილიშვილთან უნდა ვიყო და აქა ვარ. დინარადის გადამკიდე რა, მაგრამ არა უშავს. ალბათ ღმერთისნება იყო ესაც. მაგრამ გუშინ რაც მე მოусმინე პრემიერის იმას არ დაუკარგო და შენი ხო არ დაუკარგოთ. ხედავ რომ მოწადინებულია ყოველ შემთხვევაში პრემიერი. სხვა არ მინახია. არც ერთი მინისტრი არ მინახია, არც ერთი პარლამენტარი არ მინახია, რომ სიძულვილის დახშობაზე, სიძულვილის გადაფარვაზე მე არ მინახია ჯერ. ყველა ისევ რაღაცა ის ინციდენტი რომ მოხდა. აი ეკლესიაში რაღაცა ხომასულიძემ რაღაცა დაუყვირა, ხო რაღაცა. უყურე მანდაც უყურე მე რო პრემიერის ყოფილიყავი. მივიდოდი. რატო ეს ხო არ იყო ეფშტეინის წარმომადგენელი და გუნდიდან. ეკლესიაში ეფშტეინელები არ დადიან. პატრიარქი რომ მოკვდა მაშინ არ მოვიდნენ, კაცო ეგენ ისე არ დადიან, ისე ზურტ ეკლესია. მე მივიდოდი. ბიჭო ეს ვინ არის თო? ხო მე მივიდოდი. უყურე აი ამ სიტუაციას საჩემოდ გამოვატრიალებდი. კარგად გააკეთა, ცუდად გააკეთა, პროვოკაცია იყო. ამაზე კი არ გეუბნებით. როგორი პასუხი გასცეს? გამოვარდა ეს სოდომიტი ტელევიზიები და მაგას 80,000 ფული გადაუხადეთო. მიშამ რო თვალი ამოთხარაო და ახლაო რუსთაველზე ხალხი რო არისო? იქ დადისო. ბიჭო რო არ ვიცნობდი. ანუ ესე გაეცით პასუხი? ასე გინდათ დაძლიოთ ეს სიძულვილი კაცო. ბიჭო რა ვიცი მიდი. ხედავ რომ ხო გაიგე ვინც არის. მიდი, ან მიაგზავნე ვიღაცა. პირიქით უთხარი რომ აუხსენი სიტუაცია. ან ტიპი ეხა ვიცი მაგ ირაკლისისა ხომასულიძეს უნდა ეთქვა რა, იცი რომ ეს კოჰაბიტაცია დამთავრდესო რა, ეს რუსთაველზე რო ამის ხმა უნდა და ვიცი ხა ვილაპარაკე რა. ბევრმა დაწერა მაგ დროს მაგის დრო იყო, მაგრამ ბევრმა ისიც დაწერო პირიქით ეს მომენტი იყო, რომ შერიგე ერთმანეთის. ლალი, არის კატეგორია ხალხი, რომლის ემოცია ესეთია. ყველას ნუ მოსთხოვ აკადემიურობას. აი მე ხედავ რა ხანახან შეიძლება ისეთ რაღაცა წამომწდეს სიგიჟე. ხო აქ შეიძლება მოვიდეს აი ხლა კვარაცხელი რო იყო ვალერი აქციო. სულად ხო აკადემიურად ლაპარაკობს ბატონი ფრიდონი რა. მე ესე აშიმილია. ხო ყველას თავის ინდივიდი გვაქვს. მაგრამ შენ რო პრემიერი ხარ, ყველას პრემიერი ხარ, ქართველის მეთქი. რუსთაველზე დადიან არა კაცო. ეგენი პრემიერია კაცო გაჩერიგებს. ყველას პრემიერი ხარ. ესე ამ კამანდას კი ნუ გასცემ რომ ეს ინფორმაცია შეაგდეთ რომ ნაცებთან თანამშრომლობ ირაკლი ხომასულიძის ბასტელზე მაგ თვალი ამოთხა ხო მაგრამ უყურე ანუ ესაც აკერ ვაკრიტიკებ ესაც შეცდომა ამ მიდგომასაც უნდა ესეთი მიდგომებიც უნდა დავამთავროთ რა აი ესეთი იმიტომ რომ მე იმ ირაკლის თავის მომხრეები გვერდში დაუდგენ უფრო დიდი აგრესია გამოიწვია ხო პირიქით პრემიერი ხარ მიდი აუხრი ნუ გონია რომ შენ ვიღაცაზე მეტი ხარ ან ვიღაცაზე ნაკლები ხარ ამიტომ თუ ეს შეხრიდან იქნებოდა ეს რა იცი აი იმინა როგორ დავინახავდი იცი მე აღდგებოდა ეთქვა ბრავო ირაკლი იმიტომ რომ პატრონი დაგვანახე რა შენ ყველას პატრონი რო ხარ აი თუნდაც იმისი საერთოდ არ მოიღეს საერთოდ რეაქცია ნული ქონდა ხო მაგრამ იქ შეიძლება იქ სწორი იყო რეაქცია ქონდა მაგრამ იმის მერე ნახე ამ კამანდას კი ნუ მისცემ რომ გააშავეთ ხო რა არის რა არის ახლა ეს აი ამას კი პატარა კაცობა კი რა ვიცი ხავს პროსტო ტეხავს ეგეთ აქციელები ეს დრო გავიართ იმიტომ რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა კაცო შეიძლება სულ არ მომწონდე მაგრამ ბიჭო სიტუაციური მოკავშირე ხომ მაინცა ვარ იმაში ხო თანხდებით კაცო რომ ჩამოიშალა უსაფრთხოება ყველანაირ ერთი არაბების იმედი ქონდა და აწყლებს გონი აკეთა ვარ ჩვენო დავეხმაროთ ხი არაბებს კაცო
რაიც ესე ნამშენებლები არიან, კაცო, აკა დაეშალათ ქვეყანა, კაცო. უბრალოდ არაფერი არ ხდება, ხო ხედავთ საჩვენო. ხო და ამიტომ ხო ხედავ ეს დრო მოდის მეთქი და არ არის მაგის დრო მეთქი, ხვდები? არ არის ამ გორდოლ ამ ესეთი პოლიტიკოსების გამოყვანა, რომ ესეთ სიგიჟებს ლაპარაკობენ, ეს დრო საშიშია მეთქი, კაცო. მართლა საშიშია გეუბნებით ხალხო. წეგან თქვენ ახსენეთ მამუკა ფიფია. დიახ. რა როლს თამაშობს ამ ორი ქვეყნის თანამეგობრობაში? მე გეტყვით, ეხლა თქვენ მამუკა ფიფიას. ხშირად ვახსენებთ ხოლმე მამუკა ფიფიას, ვიცით. აქ რო ატყდა ერთი ამბავი, აი მე გეტყვით. აქ რო ატყდა ერთი ამბავი. არ ვიცი ახლა მამუკა თუ გინდა შენიშნა მომწეს, მაგრამ არა უჯავს. გავიტან. ირანის ელჩმა რო გააკეთა განცხადება, გახსოვთ რომ ჩვენ საქართველოში ამერიკის იმას არ დავბომბავთ საელჩოსო. კი. ამით ხო ქართველი ხალხი დაწყნადა როსო აქ ანუ ოპოზიცია გამოთქვა ხო ირანმა? იცი ვის დამსახურება ეგა? ამათმა რომ მიიწერეს? აი მამუკა ფიფიას. ისიც რომ რამდენი ცხინვალში დაკავებული პატიმარი იყო თუ უკანონო პატიმარი იყო თუ რაღაცა თან ეს მამაძაღლები კაცო რო გამოუშვებდნენ ხოლმე გამოუშვებინებდა მამუკა თავისი გავლენებით იმით ხო ხომ იდოდეთ ეს ჩვენი ეფშენიური ტელევიზიები ეს რომ ლაპარაკებდა და ეს ბიჭი როგორც დაიწყებდა ეს გამოშვებული ლაპარაკს რომ მე მინდა მადლობა გადავუღადო მოსკოვში მცხოვრებ მამუკა ფიფიას და წკაპ ეს ჩაჭრილი იყო გეკითხები რატო ცუდი გააკეთა რაც შენმა პატრონებმა ვერ გააკეთეს გააკეთა ამ კაცმა ბიჭო კაი გააკეთა ცუდი ხო არ გააკეთა მადლობის თქმა რა არის კაცო მაგრამ უყურე იმდენად მიუღებელია ფიფია არის ტრადიციული სამყაროს წარმომადგენელი ყოველ იდეოლოგიურად და ფსიქოლოგიურად არის ამათი ეფშტეინელების მტერი პირდაპირ გაგებით არის მტერი მაგრამ არის არ ღებულობენ მამუკა ფიფიას დახმარებას და ისე კარგად ღებულობენ ლალი მაგრამ არ ამშღავნებენ ესე იგი ეს გახსოვს ეს სოდომის კაკალს რო გაუჩალიჩეთ აი ეს ბავანდა ლექსუსმა ეს რო ჩავწერეთ რა ვითომ და ეს უჩა ნანუაშვილი როა კიდე ხო ეს დებილი მართლა გაიქცა ამერიკაში კასპაროვთან უი ხო სატელეფონოს რო იყო და მართლა რო ძალიან კარგად გაუშვეს ეს კადრები მაგრამ იქ არა თქვის ვისი გაკეთებულია ვინ იყო სულის ჩამდგმელი ამის ის კი არა თქვით, იქ მეც ვიყავი, კაცო, იქ რესტორანში, მეც ვიჯექი, მაგი რო ხდებოდა მოსკოვში და მამუკას რესტორანში ხდებოდა. მამუკას რესტორანში ხდება, იქ სენატორები იყვნენ, იქნებებიან თუ ვიღაცები, რომ იმდენი იმხელა რავები კეთდება. აბა? მაგრამ ამათვის ეს იმდენად მიუღებელია, რომ ნუ ხა რატო ხო, ნუ სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენელი. უბედურება რა არის მაგათი? რომ ჩემმა სამყარომ უკვე ვერხი აიღო, მთელ მსოფლიოში აიღო ვერხი, კაცო. დღეს თუ ვინმე არ დაიჯერება, ეს არის ამერიკელების. აი ესენი წვდებიან, იმიტომ რომ სამ დღეში გაიქცნენ, კაცო. ნამდვილ სახეს ნელ-ნელა ყველა ამიტომ თემა რა არის? ამათ უნდათ, არ უნდათ. რაღაცას აქ ბჟუტყურობენ, რაღაცას იქ რაღაცას სიგიჟებს აკეთებენ. ამათ არ უშველეს. როგორ ვერ გიშველით, ვერც დაჭერები ვერც ფასების რაღაცა სიგიჟეები, ვერც უნივერსიტეტების რაღაცები რო გააკეთეს, ვერ გადაფარავთ მეთქი რო ვეუბნები ამ პროცესს. ეს პროცესი მაშინ ვეუბნებოდი მოდის, ეხლა მოვიდა უკვე კაცო. აგერ არის აქ არის. თქვენზე აღარ არის მეთქი, ქართველზე აღარ არის დამოკიდებული საქართველოს უსაფრთხოება. არც დაჟე ბიძინა იმონიშვილიც აღარ არის დამოკიდებული საქართველოს უსაფრთხოება. ისე დღეში ეს ქვეყანა. სიმართლე გაინტერესებს თუ გინდა. რაც არ უნდა თქვენ კირეგეოლებით ქართველებო არ გინდოდეთ ომში ჩართვა თუ იმათმა თქვენმა პატრონებმა მოინდომეს ისე ბრწყინვალად ჩაერთობით როგორც დაგიბარებიათ რა მე თქვენ წადით და ამტკიცეთ რომ არა ეს ჩვენ არ ვიყავით ეს პროვოკაცია იყო უყურებ ლალი დრონი იცი რა არის ხო დრონის აწყობა სულ 6 საათი საერთოდ გაშვებას და მე იქიდან რომ წახვიდე არის სულ უნდა 10 წუთი დონბასიდან ვიცი მეთქი, კაცო, ჩემი თვალით დამაგდანაღე, სულ არის 6 ვოლტი გასაკეთებელი დაშლილ პოზიციაში როა. 3 აქედან, 3 იქიდან, რა, უჭერ. წავიდა, გაფრინდა, დაჯიქი და გარბიხარ მე, რომ იქ ატვეტი არ მოგივიდეს. წამოვიდა, მაგრამ აი, რუსთაველზე რო არიან, კაცო.
აი ეს მტრები აი რომ ნატრულობენ რომ მაგათი წყალი გადმოგვეწყალსო ირანის წყალიო ხო სულ არ ჭირდება არაფერი ამას და ერთის აფრენა უნდა და ვიღაცა ლონდონში იჯდება ან ისრაელში ზის და ის იქიდან მართავს მე კაცო წადი შენ მე ამტკიცე მე არ ვიყავიო მეც ვიციო შენ არ იყავ მაგრამ მე მინდა რომ შენ იყო კაცო ესია ჩაფიქრებული თავისუფლად შეუძლიათ ლალი რატო იცი უპატრონო ქვეყანა ხარ რატო იცი შენ აი არჩილ გორდოლაძის იმედზე ხარ კაცო შენ იმ ოკუპანტები გავიდე ოკუპანტები ხო და აი განახებენ მე იცით სასაცილო კიდევ რა არის ქვეყნის გაერთიანება კი არა თვითონ იქ გუნდი თავისი გუნდი ვერ გაერთიანებულან და ერთმანეთს მტრობენ არა ფაქტი ხო ერთმანეთს მტრობენ ერთმანეთს ჭამენ ერთმანეთის მოწინააღმდეგები არიან და ახლა ქვეყნის საქმეებს როგორ მოაგვარებენ და როგორ კიდევ აგერა ვარ ფაქტი რა ახლა მამუკავ ლობიოს ჩაუყავი ხელი თუ რა პროსტო ვერ იტანენ ერთმანეთს და ადგენ ჩემზე იძიეს შური რა თუ რა ახლა თუ იმდენი გავლენა რა კალაძეს არ ყაველაში თუნდაც კაცო რო ახლა კაი ბიჭო ჩვენი პატარა ბოლო კაცო და დიდი ხვაწლი მიუძღვის ამოცნების იმაში მაგრამ კაი როგორც არის მე ვიღაცა იტყვია რომ აი აწუწუნდაო კაცო არ მინდა უკვე არა აწუწუნება რა შუაშია ახლა სიმართლე უნდა ითქვას იმიტომ რომ არ შეიძლება თვითონ თუ მთავრობის წევრები ერთმანეთში ვერ ლაგდებიან ერთმანეთში ომი აქვს ქვეყანა როგორ უნდა ჩავაბაროთ რანაირად და ხო ნუ ჩაბარებული აქვს ფაქტიურად ჩვენი მეფის გარეშე ჩვენ ვიგვისმენს და ვისადარდებს ჩვენი აზრი ლალი ბოლო გადაცემიდან დღემდე სიტუაცია ჩვენ რეგიონში გაუარესდა თუ გაჯასახდა რა ვიცი გაუარესდა. ხო, უკეთესია. ჯერ სადახარ? ჯერ სადვართ. ჯერ კიდევ არ ვიცით როგორ დაიძაბება ის ისრაელის ომი და რა წავა და როგორ წავა კიდე. უყურეთ, რო თქვი აქ რომ ეხლა რო თქვი რომ ვისიც არ დაიჯერება დღეს კაცობრიობაში ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების. მოლაპარაკებები გვაქვს, მოლაპარაკებები ირანთან და აბა ომი და აგერ გუშინ გაქანებული ომია. მარტივად გეუბნებით ხალხო. უკვე დაიწყეს ატომური ელექტროსადგურების დაბომბვა. რაღაცა ესენი გიჟები არიან, რომ ესენი გიჟები არიან ახლა. ვაფშე არ მეკრო, აი ესენი კიდე იქ ეფშტეინში არიან ჩარჩენილები, რომ შეიძლება ისეთი არ ვიცი რა, ღმერთმა დაიპყრო, მაგრამ არავინ არ ვიცით კაცო. პრაქტიკულად სპარსეთის ყურედან 23 სამხედრო ქვედანაყოფი გაიყვანა ამერიკელებმა. ერაყიდან გავიდა, ერაყი ჩაერთო ვაფშე ომში. ბიჭო, რაღან ესენი გაიყვანეს. ანუ ძალა რომელიც ვისაც ეგონა რომ ეს სპარსეთის ყურე დაცული იყო, გავიდა კაცო. ეს ეუნება ეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. ერთ თუ მშვიდობა გინდათ, ეს არის ერთ-ერთი რამე. დატოვეთ ახლო აღმოსავლეთი. მარტო სამხედროებით კი არ დატოვეთო, კაცო. თქვენი ბიზნესიანად დატოვეთო, კაცო. აი წარმოგიდგენიათ, ამას აღარ დავთმობ, რატო იცი? ნუ ყველა მიხვდა, რომ ირანს ვეღარ წააქცევენ. მე ეხლა გუშინ გავიდა ჩემი გადაცემა რუს ექსპერტთან. წარმოუდგენელია, თუ ატომს ესვრიან. თუ ატომი ესროლეს რავი, ახლა მე აღარც ოკუპაციის შეგვიდა დაუძახო და ეს ქვეყანაში არ ქვეყანაში აღარ იქნება სიტუაცია ისეთი, რომ საცხოვრებლად მისაღები იყოს. ამიტომ არავინ არ ვიცით ხვალ რა მოხდება. ხარ მიტოვებული, დაგდებული ქვეყანა, პატრონი არ აქვს, შენზე არ არის დამოკიდებული ამ ქვეყნის უსაფრთხოება, ვაფშე არ არის შენზე დამოკიდებული, აი საერთოდ არ არის, იმიტომ რომ არც მაგის აღჭურვილობა გაქვს. არც მაგის შეიარაღება არ აქვს, არც მაგის მომზადებული კადრი არ აქვს, როგორ ამიტომ და ხარ მიტოვებული. ერთადერთი რასაც ეხლა აკავებს სიტუაციას, ეს არის რომ ჩემ სახლიდან 36 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას კაცო. ერთადერთი რასაც სიტუაციას დღეს საქართველოს იჭერს, ნუ იტყუებთ თავს მეთქი ამ ხალხს არ თუნდები კაცო. რატო ვიტყუებთ თავს? თორე განახებდნენ თქვენ აქ როგორ უნდა კაცო. კასპიის ზღვარო დაბომბა ლალი ისრაელმა იქიდან დათმა ისეთი დაიღრიალა რომ ისრაელმა ეს აიღეს ლაპები ეს უცბად აწეს თათები
იმიტომ რომ იმან უთხრა ეს ჩემი გავლენის სფეროაო კაცო. კი არ შეეკითხა აზერბაიჯანელებს, სომხებს, ქართველებს. არც არასდროს არ შეეკითხება კაცო. მეორედ აღარ მოხდებაო. ანუ ხდებით რას გეუნებით ამით გააზრება არ უნდათ კაცო. ესენი იქიდე იქ არიან. გაიწვიოს ისო ჩადის მამაძაღლო იქნება და ჯერ არ იქნება რა თემად ხო იქნება რას გეუბნება რამე ყველაფერი თქვა ამის დედა რა დათმობაზე მოდიან აი ესეა ჩემოლანზე დღეს დავამთავროთ ჩვენი გადაცემა ძალიან გაგვიგრძელდა ძალიან ცუდ ნოტაზე მართალია მაგრამ გამობრაზე რაც არის რეალურად ლალი მართლა მინდოდა რა მოსულიყავი და რაღაც ესენი გზაში არ დამაწიეთ ბიჭო ეს გაცხადებები კაცო მე კი ჭკუაზე მოვიდნენ რაღაცა მოზომილი დაიწყებენ ლაპარაკ მე კი ნელ-ნელა აი შევეხიდები რა რომ აი მოდი რა იქ პატრიარქთან დაკავშირებით მოდი არა კაცო რა ეს გადამასხეს ცივიწყალი ყველაფერს რა გამოდის დაგემშვიდობებით ძვირფას ტელემაყურებლებო მომავალ შეხვედრამდე ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არ იქნება Тратки хварстороло стена, висегебеби нетави. Васцалешени ламазиена, рада харгау бедави. Heri, 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 sheni yeshvit samleri yasemali mal. Lexiti toro laomet, smasale toro laomet, shezaret genda dardi. მე ყველაფერი გავაკეთე სამშობლოსთვის. ახლა თქვენი ჯერია ჩემო ქართველებო. ეჰეი მამულიშვილო